მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.8-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შემადგენლობა სრულად დააკმაყოფილა. რას ამბობს პროკურორი? წაგიკითხავთ ამასაც. პროკურორის განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არის ასეთი. 625 მილიონისა და 20 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების სახლის პროკურორის ზინი კოკობალიას განცხადებით ბრალდებული მის საკუთრებაში არსებულ ვალუტის გადამცრელ პუნქტს დაუსაბუთებელი თანხების თავმოსაყრელად და ფულის გათეთრებისთვის იყენებდა. კითხვაზე ეხმარებოდა თუ არა ბრალდებულს აზერბაიჯანის მოქალაქე თანხის შემოტანაში და უკანონო რეალიზებაში, პროკურორმა უპასუხა, რომ თანხები მეზობელი ქვეყნიდან საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოჰქონდათ, ხოლო ბანკებში მათ წარმომავლობაზე ყალბ ინფორმაციას უთითებდნენ. საუბარი არის, როგორც გაირკვა, რუბლების შემოტანაზე, ანუ 90 მილიონი რუბლი შემოიტანეს, უпроსორად უფრო მეტი და შესაბამისად ეს რუბლები დააკონვერტირეს შემდეგ ევროებში და დოლარებში, როგორც ჩვენ ნახეთ და მოვისმინეთ. ამ საქმესთან დაკავშირებით მთავარი კითხვა არის, ვინ მფარველობდა, ბუნებრივია, ამ ადამიანებს. გასაგებია, რომ ერთდროულად ეს არ შემოუტანიათ ეს ფული, შემოქონდათ 3 წლის განმავლობაში, მაგრამ მთავარი კითხვა პახსო გაუცემელია, ამ ვალუტის ფლობელზე გადატყდება ჯოხი თუ არა. ამ ვალუტის მეპატროფლობელის მამამ ერთ ტელეკომპანიასთან, როდესაც სახლში მიადნენ, თქვა, რომ რა მეტყობა, რომ ეხლა 625 მილიონი ევრო მაქვს, ну, გასაგებია, რომ ამ ადამიანის ჯიბეში არ მიდიოდა მთელი ეს ფული. სქემა საკმაოდ ჩახლართულია, ბევრი კითხვაზე არის პასუხი გასაცემი და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამ თემაზე. ჩვენი სტუმარი იქნება პაატა დავითაია, პარტია ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე, ყოფილი პროკურორის ფათაშორის მივესალმებას, გამარჯობა პაატა. ხო, ამ შემთხვევაში როგორც თქვენი ყოფილი პროკურორის მოსაზრება მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ რუბლები შემოქონდათ, ანუ იმდენი რუბლი შემოიტანეს, რომ აქ რო გადააკონვერტირეს, ხო, რაღაც ნაწილ შემოქონდათ, ხო, შეიძლება რაღაც ერთ ნაწილზე 90 მილიონი შემოიტანეს, მეორე ნაწილზე უფრო მეტი, მესამეზე უფრო მეტი და ერთობლიობაში გამოვიდა ეს 625 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო. ნუ კოლოსალური თანხაა, წარმოვიდგინოთ. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რა სქემა მუშაობდა თქვენი აზრით აქ? მეორე ძალიან საინტერესო кейსია ჩემთვის ესა და მე შევეცდები ყველანაირი პოლიტიკის გარეშე, სუფთა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, რაც ედიტორო-პოლიტიკური შეფასებები ჩვენ გვესმის და მისაღებია ყველა ეს შეფასება, მაგრამ საუბარი არის სამართლებრივ მხარეზე, სისხლის სამართლის საქმეზე. ეხლა მე შემიძლია მხოლოდ ვიმჯელო იმ კუთხით, რაც მოვისმინე. ხო, ანუ აი რუბლებში მთელი თანხა რაც იყო, გამოვიდა 58 მილიარდი რუბლი. არა, აქ ამას პრინციპული მნიშვნელობა გინდა 1000 დოლარი იყოს. 58 მილიარდი რუბლი შემოიტანა. ეხლა ეს ქეშა აქ ამას რატო აქ იცით მნიშვნელობა? ამიტომ ვიღაცა თუ 625 მილიონი ევროც კი რო აწონო. და რა წარმოიდგინო, იმდენი არის, ხო რა, რამდენიმე ტონაზე გადის მისი წონა უბრალოდ კუპიურების, მაგრამ ამათ ევრო კი არ შემოუტანიათ. 58 მილიარდი რუბლი შემოიტანა. ახლა წარმოიდგინე ამის წონა რამხელა 58 მილიარდი. ვერ წარმოვიდგენ არ მინახე ამ ხელა ფული და 625 მილიონი ევრო იწონის რამდენიმე ტონას. 58 მილიარდი რუბლი ეხლა. ანუ ეხლა გასაგებია რომ ერთ იმას რა ქვია ევროს და ერთ რუბლს სხვადასხვა კურსი აქვს. მაგრამ წონა ხო კუპიურას ერთი და იგივეა და ანუ თითქმის ერთი და იგივე და წარმოიდგინეთ ეხლა 58 მილიარდი რუბლის წონა. კიდე ერთხელ ვიწირს წარმოდგენა. რა მანქანების უნდა შემოიტანო და რამდენი უნდა შემოიტანო. შევეცდები უფრო მწვავე კითხვები დავსვა და არა თქვათ წონის თვალსაზრისით, რატო ვთქვი რომ არა აქვს მნიშვნელობა 1000 დოლარი იყო თუ ამდენი მილიონი დოლარი. გეტყვით რატო არა აქვს ეხლა
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე მაინტერესებს დანაშაულებრივი სქემა, ხო? და ეგ სქემა შენ ახლა $1000 გაატარებ ამ სქემით თუ რამოდენიმე $1,000,000 გაატარებ ამ სქემით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაული მოხდარია, ხო? ხა დავიწყოთ განხილვა, თქვა როგორ შეიძლება ესეთი სქემას ემუშავა და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზზე გავუსვა, მე შემიძლია მსჯელობა მხოლოდ იმ განცხადების საფუძველზე რაც მოვისმინეთ და ვერ ვიმჯერებ, იმიტომ რომ სისხლის სამართლის მასალები არ ვიცი. მაგრამ ეს რაც გამოქვეყნა აჩენს სერიოზულ კითხვას. დავიწყოთ ახლა თქვა რა კითხვებს ჩამოუყვები ბატონო და შევეცადოთ, ჩვენ ვერ გავცეთ პასუხს, მაგრამ შევეცადოთ რომ პასუხი გავცეთ ამ კითხვებს, ხო? პირველი. კითხვების მნიშვნელოვანია სწორი კითხვების დასმა. პირველი. ნებისმიერი თქვენ ხა ბანკში რომ მივიდეს, რომელიმე კომპანია, რომელიმე შეპესე რომ მივიდეს, ნებისმიერი თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ ესა, ნებისმიერი ბანკი ანგარიში რო ხსნი, კითხვარს გავსებიებს. ეს კითხვარი ეროვნული ბანკის მიერაა შემუშავებული და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ დარღვევაა ყველანაირ უფლებებს. რა კითხვარია? რა კომპანიას ხსნი? რა ვისთან აპირებ თანამშრომლობას? ხარ თუ არა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი? ხვდებით? ეს ეროვნული ბანკისაა მიღებული რა. რაში აინტერესებს ეროვნულ ბანკს? შენ პოლიტიკურად აქტიური ხარ თუ არა? ან რაში აინტერესებს ეროვნულ ბანკს? შენ ვისთან აპირებს საქმის დაკავებას, დაუშვათ როგორც შეპესე, ხო ხტებით, მაგრამ ეს არის ყველა ბანკს აქვს ეს რეგულაცია, ამაზე ყველა დუმს, ხო? ეხლა ამას სპეციალურად ვლაპარაკობ, თქვენ რომ მიხვდეთ, რაოდენობით რთულია ამ სქემის განხორციელება რა. ეხლა სავალუტო ჯიხური, რომელიც არის შეპესე, ესე იგი, წინასწარ ამ კითხვარიდან გამომდინარე და სხვა მიმართულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს თანხებს, რა ბრუნვა აქვს ამას, ხო? ავიღოთ ის თანხები უფრო მარტივად ვთქვათ $2 მილიარდი ლარი, ხო? ეს თანხები რო არ აგვერიოს. ლარებში 2 მილიარდი გამოდის, მაგრამ ლარებში არ გავდაუკონვერტებ. არა. ნახე, თანხაზე სამბოს პროკურორი გამოძიების უტყუარი მტკიცებულებით გინდება, ეს არ გახლავთ უბრალო კონვერტაცია. პირველ ეტაპზე ფულის გათეთრება იწყება უცხოური ვალუტის საბაჟო პროცედურების გვერდის ავლის შემოტანა. რუბლი აზერბაიჯანს შემოიტანეს, აზერბაიჯანი. არა, რო იცოდეს მაყურებელმა რა. ანუ უცხო საბაჟოზე გადმოიტანეს ეს 58 მილიარდი რუბლი, ნუ გასაგებია რომ 3 წლის განმავლობაში გადმოქონდათ, ეხლა ერთჯერადად არა. შემდეგ ეს თანხა ხვდება ვალუტის გადამხურდაებელ ჯიხურებში და შემდეგ კომერციულ ბანკებში. ამჯერ ახურდავდნენ, მე ბანკში შექონდათ. არა, ეგ არის პრობლემა. თუ ბრალდებული იქნებოდა კეთილსინისერი პირი, ის არ უნდა შესულიყო გარიგებაში აქ. პროკურატურა განცხადებაში უკვე ძალიან არასერიოზულად საუბრობს. პირდაპირ გეტყვით, ეხლა იმიტომ მინდა გაჩვენოთ, რომ რასთან გვაქვს საქმე და მიხვდებით ბოლოს, იმიტომ ვიწყებ კითხვებით, რომ ბოლოს მიხვდეთ რა სურათთან გვაქვს საქმე. უყურეთ, პირველი დავიწყოთ იმით, რომ როდესაც თქვი, რომ რეგულაციები არსებობს და შეპესე მიდის, ეს ლარი იქნება, დოლარი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. შეაქვს კომერციულ ბანკში. პირველი, პროკურატურა არ ასახელებს, რომელი ბანკია. ეს პრინციპული არის, ბატონო, რომელი ბანკია, ეს არის საქართველოს ბანკი, TBC ბანკი თუ სხვა ბანკები. პრინციპული რატომ ახსნე? იმიტომ რომ, ესე იგი, ბანკი, სადაც წარადგენს საბუთებს, ხდება შესწავლა ბრუნვის. რატო თქვი 2 მილიარდი ლარი, ხო? ნებისმიერი ბანკს ამოწოს მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის. ესე იგი, ნებისმიერი შეპესეს ბრუნვა, რომელიც ტრიალებს და არის საგადასახადო, აი თქვენ შედით მობილ ბანკში, ეხლა თქვენს ბანკში და თქვით, რომ ნებისმიერ ცეცხლს იღებ თუ რაღაცას გეუნებიან, ეთანხმები თუ არა თქვენი მონაცემები RS-ზე გადაეცეს. ეს პრინციპულია, ხო? თანხმობას აჭერ და ის დამუშავებაში ხდება RS-ზე, მერე საგადასახადო სისტემის მიერ. ნებისმიერი თანხის. გამოდის, რომ საგადასახადო სისტემა ხედავდა, რომ სავალუტო ჯიხურს 2 წლის განმავლობაში და ამას ხედავდა კომერციული ბანკი, რომელსაც პროკურატურა არ ასახელებს. ეს პირველი კითხვა, რატომ? მეორე თემა, რომ ბრუნვაში ჯიხურს აქვს 2 მილიარდი ლარი. ეს ხო აბსურდია უკვე. ამას თავი დავანებოთ საგადასახადო დახუჭა თვალი. მონიტორინგის სამსახური, რომელიც ამოწმებს იმ კომერციულ ბანკს, სადაც მონაცემების გადაგზავნა ხდება, მონიტორინგის სამსახურს არ გაუჩნდა ეს კითხვა ეროვნული ბანკის. არა, ეროვნული ბანკმა გაუცელა განცხადება, ამასაც წავიკითხა. არა, სასაცილო განცხადება პირდაპირ გეუბნებით ეროვნული ბანკის. ძალიან გთხოვთ, რომ განცხადებამდე, ბატონო, მივიდეთ იქამდე, მე მინდა დანაშაულებრივი მომენტი ქსელი გამოჩნდეს და ამ სად არის ქსელი და არა პოლიტიკური განცხადებები გაკეთებს მხოლოდ და მხოლოდ. ესე იგი, მონიტორინგის სამსახურმა ეს ამაზე დახუჭა თვალი, ხო? დახუჭა საგადასახადომ, დახუჭა კომერციულმა ბანკმა, რომელიც არ სახელდება და დახუჭა ეროვნულმა ბანკმა. ეხლა უყურეთ, 2 მილიარდის ლარის ბრუნვის შედეგად სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აღმოაჩინეს ის, რომ ეს დანაშაულებრივი სქემაა, ხო სწორია? და ამ სქემაზე განცხადებით ჩვენ ვგებულობთ, რომ საზღვრიდან ეს ფული შემოქონდათ. ეს
ალბათობა თანხის შემოტანის ძალიან დიდია. იმიტომ რომ ბევრი სამალავი არსებობს, სადაც შეიძლება თანხა შემოიტანო ამ თვალსაზრისით, ხო? აქ პრობლემა იმაშია, რომ გათეთრებაში მონაწილეობს სავალუტო ჯიხური, პირდაპირ გეუბნებით ის ბანკი, რომელიც არ სახელდება, თვალს ხუჭავს ეროვნული ბანკი, რატომ ხუჭავს თვალს? ეს არის მეორე საკითხი. ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ ჩვენ აქტიურად მონაწილეობდით გამოძიების პროცესში, თანამშრომლობთ. ეხლა მივალ, იმიტომ აბსურდული განცხადება რატომაა გეტყვით? ეს განცხადება. რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ თავისი სურვილით კი არა, სისხლის სამართლის კოდექსით თანამშრომლობენ. აქ იბადება კითხვა, რატომ არ არის დაკავებული ეროვნული ბანკის თანამშრომლები? რატომ არაა დასახელებული კომერციული ბანკი, რომელიც მიიღო საბუთები, რომელიც ბუნებაში ვერ მიიღებდა ამას, რო არ ყოფილიყო ზეწოლა, ხო? ეს ხა ზეწოლა ვისი მხრიდან? ეს უკვე მეორე საკითხი არის. ესე იგი, რატომ არაა დაკავებული კომერციული ბანკის თანამშრომლები? დანაშაული ხომ ეს ადამიანი, ვინც თანხა სავალუტო ბანკის ჯიხურის წარმომადგენელი, ამას ვერ ჩაიდენდა, ხო სწორია? ეხლა იბადება კითხვა. თუ არ არიან დაკავებული ეს მესამე კითხვა, ხო? ჩვენ გებულობთ, რომ მიდის მათთან თანამშრომლობა გამოძიებასთან. მაშინ იბადება კითხვა. მეოთხე. თანამშრომლობა ნიშნავს, რომ მათ თავის ზემდგომს უნდა დაადონ ხელი. ესე იგი, ვინც გააკეთა ეს ოპერაცია ჩვეულებრივ კომერციულ ბანკში და ეროვნულ ბანკში და თანამშრომლობს, მას უკვე დასახელებული უნდა კონდეს, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გამოძიებამ ჩათვალოს, რომ არ დააპატიმროს ესენი, მე დავაპატიმრებდი, მაგრამ შეიძლება არ დააპატიმროს და ამის შემდგომ უნდა უკვე დაკავებული უნდა იყოს, რადგანაც აკავებენ ერთს, ვისი ზარით ან ვისი ჩარევით ხორციელდებოდა ეს. ჩვენ ამაზე არაფერი არ გვესმის. ესე იგი, გამოდის რა, რომ ამ პერიოდში ეს მექანიზმი, მე ასეთი ეჭვი მიჩნდება, რომ გამოძიებას ბერკეტს იყენებენ ვიღაცისათვის ზეწოლაზე. ეს ერთი ვარიაცია. მეორე ვარიაცია არის ის, რომ ხდება, თქვათ, ამ ბერკეტის გამოყენებით შემდგომ ეს გამოძიება ან ზევიწავა მაღალ თანამდებობის პირებზე, ან ჩაიკეტება კომერციულ ბანკში და ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე, რომელმაც დანაშაულს დაახუჭეს თვალი. ეს რომ ამაზე იკეტებოდეს, ვარიაციაში მაშინ უკვე დაკავებული უნდა იყოს კომერციული ბანკიც და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. ხო ხვდებით ბატონო მერაბ? ჩვენ ამას არ ხვდებით. ამიტომ იბადება კითხვა, რომ რა ხდება? ბერკეტად ხდება გამოყენება ვიღაცის მიმართ, შანტაჟის მიმართ, თუ დანაშაული არის, რატო არა დაკავებული კომერციული ბანკი, რატო არა დასახელებული რომელი ბანკი არის, რატო არა დასახელებული ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც ყალებში თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ესე იგი, აქედან გამოდის რა, რომ არ არის სუფთად ეს მიმართულება. ფაქტი ერთია, რომ დანაშაული მოხდა. საუბარი იმაზე, რომ ეს თანხა ვიღაცა მანქანით შემოიტანა, ხო კიდევ ერთხელ ამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ყველა ამახვილებს იმას, რომ თანხა ხო არ შემოუტანეთ ერთბაშად. აი ეს არის პრობლემა, რომ ერთჯერადი ოპერაცია არის, ესე იგი 2 წლიანი ოპერაცია არის, რაც უმძიმეს დანაშაული არის. დანაშაული ბანკების მხრიდან, რომ იგივე პირველ რიგში, აი თქვენ რო წარმოიდგინოთ, უყურეთ, საბუთი მოაქვს, ჯიხურს აბარებს და თანხის წარმომავლობას ეუბნება. როდესაც აი თქვენ აიღეთ და გადათვალეთ 2 მილიარდი ლარი გაყავით 24 თვეზე. აი რამდენი გამოგივათ. გამორიცხული ამხელა ბრუნვა კონდეს თვეშიც. დავუშვათ თვეებად დავყოთ, ხო? კაცრი თანხებად რა. თვეში კონდეს პატარა სავალუტო ჯიხურს. გამორიცხულია ბუნებაში ეს. ხვდებით? აი ეს უკვე არის სერიოზული პრობლემა. იმიტომ რომ რო გაყო თითქმის 100 მილიონ ლარამდე არის თვეში, ხვდებით? ძალიან სერიოზული 2022-24, ხო, 2 წელია ლაბა. ხო, აი ხა, აი 2 წელზე. ხო და რო ავიღოთ ერთი ბანკ, თქვა რო გავყოთ 12 თვეზე, 24 თვე ხო არის, ხო სწორია? 24 თვე, თქვა 100. თუმცა არ ვიცი ხა რომელი წელი დაწყო თუ 22-ის დასაწყისიდან 24-ის ბოლომდე მაშინ 3 წელი გამოდის. მინდა გაჩვენოთ, მაშინ 3 წელი გამოდის. მე სხვა რაღაცა მე 22, 23 და 24. უყურე, ავიღოთ 2 წელი. იყოს გინდათ 3 წელი. ნუ 2, რადგანაც 2 წელია ნათქვამი, თქვა სრული წელი ავიღოთ, ხო? გამოდის რომ 2 მილიარდ 400 მილიონი, ხო? დაახლოებით 100 მილიონზე ქვევით თვეში, თქვა რომ დავყოთ ეს, ყველაზე პატარა. 100 მილიონზე მეტი ქონდა ბრუნვა, 100 მილიონზე ნაკლები ქონდა, 80-დან 100 მილიონამდე ქონდა იმას, რა ქვია, თითო თვეში სავალუტო ჯიხურს არარეალური თანხაა. ეხა
ეს მე მინიმუმზე დავდივარ, ესე იგი მაქსიმუმს ხო არ ხო შეიძლება ეთქვა რომ ორ თვეში შემოვიდა, მე ერთ თვეზე ვლაპარაკობ გაყოფილად ინტენსიურად ხო მუშაობით. ესე იგი ესეც კითხვის ნიშანია უკვე გამოძიებისა, სადაც გამოძიება თავის პროკურატურის განცხადებაში დუმს ამაზე. კომერციულ ბანკზე დუმს იმაზე თანხის შემოსვლა როგორ კეთდებოდა, აი ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კალაძეს განცხადება, რომ ერთბაშად ხო არ შემოუტანიაო. აგერ გავყავი და გამოდის 100 მილიონამდე, ხო სწორია? კატასტროფა თანხებზეა საუბარი. ჩვენ წავიკითხეთ განცხადებაში, რომ უძრავ ქონებაზე ხდებოდაო გადაყიდვა და რაც მნიშვნელოვანი არის. და არ არის საუბარი ეს თანხა გადიოდა თუ არა ქვეყნიდან. თუ კომერციულ ბანკში იყო, ესე იგი გადიოდა. ეხლა სვამ კითხვას. რა უძრავი ქონება არსებობს საქართველოში 2 მილიარდის, რომც დაყო ბინებად კორპუსები რო იყოს, ეს ხო ჩანს ყველაფერი, ხო? ეხლა ესე იგი ეს უკვე კითხვის ნიშანია ეს. შემდგომი კითხვის ნიშანი. სად არის თანხა? ჩვენ არ გვესმის თანხის ამოღებას. თუ ეს ბანკში იყო, დაყადაღებული. საწავიდა. ხო საწავიდა. რატომ იყო ბანკში? ბანკში ვერ იქნებოდა სასახად ჩანს, იმიტომ რომ ბანკი კრიმინალურად რომელიც ჩართულია, ცდილობს ეს კრიმინალი დამალოს და თანხა რო ბანკში არ იყოს. იმიტომ რომ მონიტორინგის ქვეშ აღმოჩნდება, ხო? უფრო სერიოზული. ამიტომ საწავიდა ეს თანხა, ბატონო. თუ ქვეყნიდან გავიდა, რა გზით გავიდა? განცხადებით ჩვენ გებულობთ, რომ ეს თანხა არის გათეთრებული. ხო? მარტივად. რო გათეთრა სად? სად გავიდა? თუ გათეთრდა გაქეშდა წყალებში, როგორ და სად არის ქეში? ძალიან აი პროკურატურის განცხადება პირიქით ბევრ კითხვებს აჩენს ჩემთვის. რატომ? მე არ მექნებოდა კითხვები, თუ როდესაც ასეთ ოპერაციას ახორციელებ, არაერთი ოპერაცია ჩამიტარებია, როდესაც ახორციელებ და ასეთ დანაშაულზე ინტერპოლს არ ამოუღია ამ ხლათანხა იმსა გაუხსნია საქმე. თუ ასეთ საქმეს ხსნი, იმ დღესვე მთელი ქსელი უნდა იყოს დაპატიმრებული. თორედ კვალის დაკარგვა შეიძლება ძალიან მარტივად. ეს იქნებოდა ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკში და ჩვენ ხელში ყავს რა ქვია ჯიხურის ვთქვათ ფლობელი. აქ პრობლემა რაშია? კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. მე ვსაუბრობ განცხადებით. შეიძლება აქ სხვა ოპერაცია ხორციელდება. დღეს თვითონ აი სახელმწიფო არხზე ხო ყავთ ამეთი ექსპერტები, რასაც ეთქვიან იმას რომ ამბობენ და ერთმა ექსპერტად დაწერა რომ გაგდებულების შეიძლება იქნება ამის უკან. ანუ რაღაცა მიანიშნა ამას წასულებზე გომელაურზე, ლინუაშვილზე, ღარიბაშვილზე. მეორე სახელმწიფო ექსპერტად დაწერა NGO-ებს შემოგვონდა. რა NGO-ებს რა ორი კაპიკი რაც ქონდა, იმასაც კი უკონტროლებენ უმკაცრესად. იცით რა არის კიდე რა? თან მაშინ არც იყო ეს რუსული კანონი მიღებული NGO-ებს რომ ჩუმად ფული შემოტანა დაჭირვებოდათ, ხო? თორემ ოფიციალურად ფინანსდებოდა 2024-ში მიიღეს ეს კანონი. აქ არის საუბარი 22 წელი 23 წელზე. ეხლა თავარი კითხვა. 2 მილიარდი ლარი უყურეთ თუ ეკონომიკაში შევიდა ეს ნათლად ჩანს, ხო? ნათლად ჩანს. ეს არ არის პატარა თანხა. ეს ის თანხა, რომელიც რყევას იწვევს ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ ვხედავთ, რომ განცხადებიდან ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს ფული დარჩა საქართველოში და საქართველოს ეკონომიკაში რეალებდა. დაუშვათ, ეს არის რაღაც დივერსიული ოპერაცია უცხო ქვეყნების. ო თანხის შემოდინების და რაღაც თეორიულად ლაპარაკობ ეხლა თორე რა თქმა უნდა არანაირი დივერსია არ არის, სულთა კორუფციული მომენტები იკვეთება, მაგრამ დივერსიული ოპერაცია, რომელიც ეკონომიკის რღვევაში უწყობს ხელს. ეს ერთი ვარიაცია. ჩვენ ეს არ მოვისმინეთ. მით უმეტეს მეზობელ ქვეყანაზე როცა და რუსულ რუბლზეა საუბარი, ხო? მეორე თემა. ეს თანხა ეხლა ამოღების შემთხვევაში, რაც არ ჩანს. ხო? ეხლა ამ თანხას ხო ვიღაცა აგზავნიდა ჩვენ მეზობელი ქვეყანა და ვჩერდებით, ბატონო მერაბ. ის იმ ადამიანს ხო უნდა მიეცა ჩვენება, ხო? კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, მე ვეყნობი განცხადებებს, რომელიც არის, რომ ვისგან მოდიოდა ეს თანხა. რა თანხა იყო ეს ყველაფერი, ხო ხვდები? მაგრამ აქ მე მიჩნდება ეჭვი, რომ ეს არის კრიმინალური თანხა. ეხლა მე თქვი ერთი ვარიაცია. ერთი ვარიაცია კრიმინალი ერთი ვიღაცა რა ხო არ ჩუქნიდა ამ 58 მილიარდ რუბლს არა ამ ადამიანს. რა თქმა უნდა. რაღაცაში ხო აძლევდა. რა თქმა უნდა. ანუ აქედან რაღაც საკონდელი გაქონდათ გამოდის. არა. განცხადებით ჩანს, რომ გათეთრება ხდებოდაო კერძო საკუთრების ყიდვით, ხო? იმის რაღაც უძრავი შემოქონდათ, აქ ყიდულობდა უძრავი ქონება. ხო, ეხლა მაგრამ
ის ფულს რის გამოაძლევდნენ? იმიტომ ვკითხულობ, სად არის ეს უძრავი ქონების დაყადაღება? ეხლა თქვენ რომ პროკურორი იყო, ფული შემოიტანეს, გაათეთრეს, იყიდეს უძრავი ქონება. არა, ის ფული აზერბაიჯანში რის გამოაძლევდნენ? ხო, ეხლა ანუ თუ ის აზერბაიჯანელი ყიდულობდნენ. პრობლემაა, ბატონო მერაბ, ხვდებით რაშია საქმე? 2 მილიარდი ლარის საკონდენსის ყიდვა უძრავი ქონები ძალიან რთულია და შენ თუ ატარებ ამ ოპერაციას და იჭერ ადამიანს და ამ ხელა ფულს იყობ, შენ ხო იმ დღესვე ჩაატარებ ბრიფინგს და აჩვენებ ხო ამ ქონებას? ეს უსერიოზულესი ოპერაცია არის, ხო? იმ დღესვე ხო აჩვენებ იმ კომერციულ ბანკს, იმ დღესვე ხო აჩვენებ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს დაკავებულს, რომელიც ამაში მონაწილეობდნენ და ფაქტია რომ მონაწილეობდნენ, ეს ახლა 2-2-4-ია. ნათლად ჩანს, ხო? კომერციული ბანკი და ეროვნული ბანკის მონაწილეობა ამ სქემაში. არავინ დაკავებული არ არის. ამიტომ თუ არ არიან დაკავებული და ესენი აძლევენ ჩვენებას, ვინ გასცა მათზე ბრძანება, ასეთ ვარიაციაც შეიძლება, ხო? დიდი ალბათობაა, ხო? მაშინ ამდენ ხანს რატომ არ დადგინდა ეს ყველაფერი, ხო? შეიძლება ეს ხალხი გაქცეულია უკვე ვინც ბრძანება გასცა. შეიძლება გადამალულია კვალი, შეიძლება ხო ხვდებით ეს მექანიზმი. ამიტომ მე დივერსიულ ოპერაციას გამოვრიცხავ და მივდივარ კრიმინალურ ოპერაციაზე, ხო? რომ ვიღაცის ფულის გათეთრება, მე ხა როდესაც გამოძიებას აწარმოებ, ბატონო მერაბ, ყველა ვერსია უნდა განიხილო. ეხლა სწორად გამიგეთ, იმიტომ ჩამოასაკლე ვიცი რომ ალბათობა ნაკლებია, მაგრამ ეს ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ეხლა მივდივართ იქამდე რომ ვისი კრიმინალური ფულია? დიდი ალბათობა ასეთი თანხის კრიმინალური ფული არის სანქციების გვერდში ავლა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ხა აზერბაიჯანიდან შემოვა თუ იმიდან შემოვა, ამათ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. სანქციების ავლა რა კუთხით? ანუ რაღაც საქონელი გადიოდა. იცით რა არის რუსეთში გამკაცრდა კანონმდებლობა ძალიან საგადასახადო კუთხით ომის ფაქტორიდან გამომდინარე, ყველაფერი აღნუსხულია და ეს ადამიანები, ვისაც არიან ფულის მატარებელი, ცდილობენ თანხა გაიტანონ რუსეთიდან და თქვათ კრიმინალ ფულზეა ლაპარაკი. ხო, ახლა ხელფასის ფული ასეთი არ არის რუსეთის ფედერაციის. და ცდილობენ ამ თანხების ბევრი ქვეყნებია ამაში ჩართული. მე ვიცი ეს თემები, იმიტომ რომ თავის დროზე მქონდა გარკვეული შეხებები ამ მიმართულებით და ეს სქემები, ეს თეორიულად საუბრობ, თორე ძალიან დიდი თანხები მიდის აზიის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აზიის ბანკები არიან ამ თემაში ჩართული. მაგრამ ეს ჩანს, რომ ამ თანხის გამოჩენა არავის არ უნდოდა. ხაზს უსვამ განცხადებიდან. შეიძლება არ არის ასე. იმიტომ რომ განცხადებაში ლაპარაკი რომ ფული გამოიტანეს და იყიდეს ბინა, მარტივად. არ არის ამდენი ბინა. 2 მილიარდი ლარის ბინა რომ ვიღაცა მიყიდოს და არც ხალხია რომ გააფორმო ამდენი ბინები. ეს რამხელა სინდიკატზე უნდა იყოს, ხო ლაპარაკი? არც დიდი ქონებებია. ამიტომ არ არის კეთილსინდისიერი პროკურატურა ამ განცხადებაში. ჩვენ არ ვიცით. ან ერთი წელი მიდის. არ ვიცით. არა, ერთი წელი თუ მიდის გამოძიება, საერთოდ კატასტროფაა. ერთი წელი თუ მიდის გამოძიება და არ დადგინდა, მაშინ არ იმედი არ გქონდეს და დაგეგმეს იგი ვიღაცას ხელს აფარებენ. ამიტომ ძალიან თავარია ეს დაკავებული ალაპარაკდება თუ არა, ხო, ესეც არის. ბატონო მერაბ, არ უნდა ამას ალაპარაკება, აი პირდაპირ გეუბნებით. საბუთი რომ მიიტანა ამან კომერციულ ბანკში. კომერციულმა ბანკმა ხო მიიღო მიღების ის არის აქტებია, ეროვნულმა ბანკმა ხო დაამონიტორინგა ამ ჩპს-ის ანგარიშში ხო კიდე ერთხელ უსვამ ხალხს განცხადებიდან ჩანს ეს. მე გეუბნებით კითხვარი რომელსაც ეროვნულ ბანკს აქვს ყველა კომპანიაზე და ეხა ეს საერთოდ აბსურდია ხო ამ თემიდან გამომდინარე, ხო? მე თალმა კითხვარი შემიძლია წაგიკითხოთ რა კითხვარი აქვს რეგულაციებით ეროვნულ ბანკს. პრობლემა კი არ არის. დრო არ მინდა წავიღოთ თორე 20 კითხვა პარტიის წევრი ხარ თუ არა რა შეშია პარტიის წევრობა კომერციულ საქმიანობასთან ვისთან აპირებ თანამშრომლობას რომელ კომპანიასთან ვინ ეკითხება კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის რეგულაციით რომელ შეპსსთან ვაპირებ თანამშრომლობას ეს მარაზმია ეს არის მარაზმი პირდაპირ გეუბნები როდესაც არის საგადასახადო რომელიც დეკლარირებას აკეთებს აი ხა მე აი მაინც მინდა რომ წარმოდგენა გქონდეთ ამ კითხვარზე ანუ ეს თუ შპს გაქვს ხო ამაზე ლაპარაკი ხო ეგ თუ შპს გაქვს რა ქვია არა აქვს ამას მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ლაპარაკობ ამას თქო ნებისმიერ ბანკში ნებისმიერი შპს უყურეთ ხარ თუ არა სახელმწიფოს მეთაური ასეთ შეკითხვაა რომ შპს-ს რო ხდის ხარ თუ არა სახელმწიფოს მეთაური ხარ თუ არა მთავრობის წევრი თვითმმართველობის ორგანოების ხარ თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი წარმოადგენ თუ არა რომელ პოლიტიკურ პარტიას ხარ თუ არა პოლიტიკურად აქტიური რა თანამდებობა გიყავია პოლიტიკურ პარტიაში ეს ვის ეკითხება რაში ჭირდება ეს ეროვნულ ბანკს ამით იმიჩვენება მინდა რომ ასეთ დონეზე კონტროლი მე სპეციალურად მოითხოვე როდესაც ეს გამოძიების თემა გავიგე ხო მაინტერესებდა ჩემთვის ესე იგი გამოდის რა რომ ნებისმიერ შპს-ს აქვს ეს კითხვარი ხო ეხლა ხო რო კითხოთ კომერციულ ბანკს რატო ეს კითხვა რა ვქნათ ეროვნული ბანკის მონიტორინგია ეროვნული ბანკი გვეუბნება ამას კი მაგრამ აქ თუ პარტიის წევრობას გეკითხება
აქ მილიონი თქვა დაახლოებით ერთ კომპანიაში 100 მილიონი ლარის ბრუნვას თუ არ კითხულობს 2 წლის განმავლობაში, ხო? ეგ დანაშაულია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს უნდა გადადგეს. აი ამ განცხადება რაც გაკეთდა ამაზე, იმ დღეს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ ნუ ხო ხვდებით, ამიტომ აქედან გამომდინარე დღეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ამ საქმის გამოძიება. ეხლა თუ ვინმეს გონია, პროკურატურაზე ვსაუბრობ, რომ ამ საქმეს ვიღაცა დააფარებს ხელს და თქვათ მოხდება ისე რომ ვიღაცას თქვათ არ მოკიდებენ ხელს ან ვიღაცის ეწულად იყენებენ ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ეს საქმე ყველა ვარიანტში გაიხსნება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ხელა თანხის თუ ეს ასია, აი ასეთ ეს არის დარტყმა საბანკო ნდობაზე სისტემაზე საქართველოს. ჩვენ ხო ვამაყობთ საბანკო სისტემით. ეს არის პირდაპირი დარტყმა, რადგანაც ხელისუფლებამ გააჟღერა ეს დარტყმა იმ ვარიანტში რომ დანაშაული აღმოაჩინა, ხო? ანუ ბევრს გაუჩერეთ რომ ისე ძველ ხალხზე შეიძლება გასვლა უნდათ, არ ვიცი, გომლაუზე, ლილუაშვილზე, ღარიბაშვილზე. მე არ ვიცი, ვერ დავძე, ვერავის ბრალს, მე ვსვამ ორ კითხვას. კომერციული ბანკი და ეროვნული ბანკი თანამშრომლები რატო არა დაკავებული ერთი? თუ ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან არ დააკავეს, იმიტომ რომ ზემდგომზე მისცეს ჩვენება. რატო არა დაკავებული ზემდგომი ამდენი ხანი? მარტივია. არც ის არის, არც ეს, ხო სწორია? და დღეს ჩვენ ვგებულობ ვიღაცა სავალუტო ჯიხურმა, ნუ არა რეალურია ეს რა, ეხლა ხო. ხო, ეხლა ეს კაცი ვარ იქნება მარტო. ხო, რა თქმა უნდა, არა, მე არ მინდა არავის ბრალი დავზო, მაგრამ სასახად შემიძლია თქვა, ამას ვეძახი სატელეფონო მართვას. ვიღაცა სატელეფონო მართვაზე იყო, მარტივად რა. აი ამ სქემის სატელეფონო მართვაზე იყო, კომერციულ ბანკს ეუნებოდა გაატარე, კომერციული ბანკში იყო და ვეშინია ეროვნული ბანკის, იმას მე მოვაგვარებ, ეროვნული ბანკი დახუჭავს ფლას და დახუჭული კონდა 2 წლის განმავლობაში, იქაც დარეკილი იქნება და დარჩა კითხვა. ეხლა იმ ვისაც დაურეკეს, ვინც გადმოურეკეს, ეს ხალხი რატო არა დაკავებული, თუ თანამშრომლობენ ეს ხალხი გამოძიებასთან ბანკზე ვლაპარაკობდა კომერციულ ბანკზე და ეროვნულ ბანკზე, ვიზე მისცეს მაგათმა ჩვენება და ამდენ ხანს რატო არა დაჭერილი ეს ხალხი ხა თუ ესენი დაჭერილი არა, ესე იგი ჩვენება მისცეს, ხო? ვისთვის ინახავენ ამ ჩვენებას? შეიძლება გამოძიებას უფრო რაღაცა ჭირდება, მაგრამ ასეთ საქმეებში დროის გაწელვა ნიშნავს დანაშაულის კვალის დაფარვას. ეხლა მე პოლიტიკის გარეშე ვლაპარაკობ, ბატონო მერაბ, ვცდილობ, რომ მსმენელმაც და მაყურებელმაც გაიგოს სქემის მუშაობა და სქემის დაფარვა როგორ ხდება, ხო? ამ სიტუაციაში. თორე პოლიტიკურად ძალიან მარტივია თქვა, იგივე როცა განცხადება კეთდება, რომ პოლიტიკურ თანამდებობებს პირები ერეოდნენ და ამათ დაიჭერენ. არ ვიცი. ხო, არა, სხვა. მაგრამ ეს კონკრეტულად ეს საქმე ასეთ ვითარებაში ეხლანდელ დროში აჩვენებს, რომ ვიღაცისათვის წყალებში იყენებენ ზედმეტის ბერკეტას. ხო, მაგრამ ეგრეთ წოდებული რაღაც დაკრიშვის გარეშე ეს არ გამოვიდოდა, ხო ვიცით, ხო? ბატონო მერაბ, აი ამიტომ ვილაპარაკე ამდენი კითხვის, რომ თეორიულად შეუძლებელია ამიტომ. თეორიულად შეუძლებელია, რა თქმა უნდა. ეგ არის დასკვნა, თავარი დასკვნა. მადლობა დიდი, პატა დავითაია იყო ჩვენი სტუმარი. დაგვეუბნეთ რეკლამის შემდეგ სოფო ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდება. ასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება სოფო ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მოგესალმებით გამარჯობა ჰავდონსო მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ნუ ჩვენ თავარი თემა იქნება 4 ოქტომბრის აქცია დაანონსებული და ის ამბები რაც მას მოყვა ნუ ლევან ხაბეიშვილი ასევე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს არა მარტო დააკავეს არამედ რაღაც ტელეფონის ზარის შეუზღუდეს ფაქტიურად ყველაფერი კი წერილების გამოგზავნების უფლებაც კი შეუზღუდეს მას ხა ზარის უფლება სხვასაც აქვს შეზღუდული, მაგრამ მაგალითად სააკაშვილს როგორც ვიცი, მაგრამ გიორგი ბაჩიაშვილს ასევე შეზღუდული აქვს. სააკაშვილი წერილებს მაინც წერს. ლევან ხაბეიშვილის წერილების მოწერის უფლებაც აუგრძალეს და რაზე მე ვეტყველებს ეს მოდი აქედან დავიწყოთ და მე იმ კითხვასაც გავხსეთ პასუხი ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რაც არის, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, რომ სადღე პატიჟებით ვერ გავიგეთ რა ხდება, ანუ რამე გეგმა გააქვთ, არ გააქვთ, მოვალთ კი ბატონო, მაგრამ მე რა ხდება. მოკლედ ბევრი თემა არის და დავიწყოთ ლევანის ამბავი. მერაბ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, რაც შეეხება იმას, რომ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალეს ყველაფერი, ეს არის შიში. მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია, ეს არის დაუოკებელი პანიკური შიში ლევანის, რომლის ხმისაც კი ეშინიათ. მას აუკრძალეს სატელეფონო კომუნიკაცია, აუკრძალეს პაემნები, აუკრძალეს წერილების გაგზავნა და ასევე მასთან წერილის შეტანაც კი შეუძლებელი გახდა, მაგრამ მათ სულტყუილად გონიათ, რომ ლევანს აი ამ ყველაფრით გააჩერებენ.
მათ სულტყუილად გონიათ, რომ ლევანმა ის რაც ციხიდან რა უნდა გააკეთოს. ლევანმა ის რაც ქართულ ხალხს დაპირდა, აუცილებლად იმას აი 4 კედელში გამომწყდეულიც კი შეძლებს. ჩვენ ყველა გავერთიანდით პატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირის გარშემო. იმ სულის კვეთების გარშემო, რასაც საქართველოს გამარჯვება ჰქვია, რასაც საქართველოს თავისუფლება ჰქვია და რაც აუცილებლად მოხდება 4 ოქტომბერს. თავარია რომ ვიწამოთ, თავარია რომ დავიჯეროთ, თავარია რომ ყველამ ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მერაბ ეს არ არის ჩემი ბრძოლა, მხოლოდ ეს არ არის თქვენი ბრძოლა, მხოლოდ ეს არ არის ლევანის, ეს არის მთელი ქვეყნის, ეს არის საქართველოს სახალხო, ეს პროტესტი არის სახალხო, რომელიც აუცილებლად უნდა რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს. გუშინ არ მახსოვს ვინ თქვა და ძალიან სწორი ფორმულირება იყო, რომ ეს დაიწყო 28 ნოემბერს და აუცილებლად უნდა დასრულდეს 4 ოქტომბერს. თავარი არის ერთი. მე როგორც პირადად ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ჯაფარიძე ვიღებ ჩემი ბრძოლის პასუხისმგებლობას ვიღებ იმას, რომ ვიბრძოლებ უკომპრომისოდ, ვიბრძოლებ ბოლომდე და რაც თავარია, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე. ყველამ უნდა აიღოს მისი პასუხისმგებლობა. ვიყოთ ერთად, პოლიტიკური პარტიების ნაწილი, როიანში ვინ შედის ეს ნაციონალური მოძრაობის გარდა და სხვები, ამბობენ, რომ ხა ჩვენ ვერ ვავიღებთ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, სხვის დაგეგმილზე როგორ ავიღოთ პასუხისმგებლობა ისინი ამბობენ. მივალთ როგორც აი რიგითები კი ბატონო მოვალთ, მაგრამ ეხლა სხვის დაგეგმილზე რა ხდება, არ ვიცი. ზოგი ამბობს რომ საერთოდ იმედგაცრუება რო იქნება ხალხს თუ არ ვერ დაემხო ხელისუფლება როგორც თქვენ ამბობთ, მე რა ხდება და ასე შემდეგ. ერთი რამ არის ანუ მათ არ ჯერათ რა ამბის რომ ეხლა ვაინდამაის 4-ში 8 საათზე ხელისუფლება აღარ იქნება ქართული ოცნება. ეს იქნება 8 საათზე. ცოტა რთული წარმოსადგენი ამბავია ეგ. თავარი არის ერთი. უნდა ვიწამოთ, რომ ქართველ ხალხს შეგვიძლია საქართველოს დროშის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულობის დაცვა. ეს იქნება სრულიად ეროვნული, სრულიად სახალხო დღე, როდესაც გაიმარჯვებს, როდესაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა. მაგრამ ამისთვის თავარი არის ერთი. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ვიქნებით ბევრი, ვიქნებით ერთად, ჩავჭიდებთ ერთმანეთს ხელს, გვეჭირება საქართველოს დროშა და გამარჯვება გარდაუვალია. ყველა ვერთიანდებით პაატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირის გარშემო, დიახ, აქ ყველა ვიბრძვით როგორც ინდივიდუალური მოქალაქეები. აქ მე არ ვარ ამ ბრძოლაში, ამ გამარჯვებაში, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ან წარმომადგენელი და ასე შემდეგ. აქ ყველა ვართ როგორც საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ყივა ჩვენი ქვეყანა და რომლებიც აუცილებლად ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ ევროპული განვითარების გზაზე და აუცილებლად და ჩვენი ქვეყანა იქნება ისევ თავისუფალი და ჩვენი ქვეყანა იქნება ისევ რუსეთის კლანჭების გარეშე. ეს არის გარდაუვალი. თუ ვიქნებით ერთად და ვიქნებით ბევრი. კი ბატონო, და რა როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ გამოვიდეს იმდენი ხალხი, რამდენიც დეკემბერ-იანვარში გამოდიოდა? შესაძლებელია. იმიტომ რომ მას მერე ეს ხალხი აღარ დადის აქციებს. ჩვენ ხედავთ ხო ამ დღეებში? შესაძლებელი არის ყველაფერი. მე არ მინდა რომ პროტესტის არც ერთი დღე დავაკნინოთ იმის მიუხედავად რომ აი თქვენ რასაც ამბობთ, კი ნამდვილად იმდენი ადამიანი აღარ გამოდის, მაგრამ ჩემი აი არ ვიცი, კეთს ვიხრი თითოეული ადამიანის წინაშე, ვინც შეძლო ის, რომ 300-მდე დღე არის, ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის ცენტრალური გამზირი იკეტება. პროტესტი არ წყდება, ამიტომ არის, რომ მაგალითად დასავლეთი დღეს ისეთი სოლიდარულია ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, როგორც ფაქტიურად არასოდეს. მაგიტომ არის, რომ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ, მათ ლეგიტიმაციას არავინ აღიარებს, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ეს თითოეული დღე, როდესაც თუნდაც შედარებით ცოტა ადამიანი დგას რუსთაველზე და მეც სულ ალბათ რამდენიმე დღე მაქვს გამოტოვებული და სულ ვცდილობ რომ ვიდგე აი ამ იმ ადგილას, სადაც მართლა საქართველოს გული ძგერს. შეუძლებელი არის აი სულ ამას ვამბობ, რაც არ უნდა ხდებოდეს, თუ რაღაცა გამოვალი მდგომარეობა არ არის, აი ფიზიკურად არ შემიძლია რომ იქ არ ვიდგე. აი საოცარი პატრიოტი ხალხის გვერდით, რომლებიც აი ასე თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლა
უბრალოდ გამორიცხულია, რომ ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდეს. ქართველი ხალხის გამარჯვებით არ დასრულდეს და საქართველოს გამარჯვებით არ დასრულდეს. კი ბატონო, მაგრამ ეს ხალხი ჩვენ ვახსენეთ, რომ დეკემბერიანში ძალიან ბევრი ადამიანი გამოდიოდა. ხო, ზოგი 200.000 ამბობს, ზოგი 100.000, ამაშობა ბევრი იყო ძალიან, მაგრამ ამას არ გამოუწევია ხელისუფლების ცვლილება. ეხლა რატო გამოიწვევს? ხელისუფლება არ ეგრეთ წოდებული მაშინ არ გაქცეულა ამის გამოროცნება. კი, მესმის, არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი როგორიც ახლა. რატომ? ფაქტიურად მას აღარ აქვს ის საძირკველი რაც ქონდა. მათ თავარი დასაყრდენი, ვინც ყავდათ ის ადამიანები, ახლა მათთვის როგორც სიძახიან გაგდებულები ხო, მათივე თქმით თუ აღარ მახსოვს ზუსტად რა ტერმინით მოიხსენიებენ. თავარი დასაყრდენი, ვინც ყავდათ და მე ამას სულ ვამბობ, ხა წარმოიდგინეთ ის ბირთვი, ვინც წარმოადგენდა ქართულ ოცნებას, რომლებმაც 2012-ში შიშველი ხელებით იბრძოლეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოეყვნენ. დღეს მათი მხრიდან, ყობახიძის მხრიდან, რომ გაგდებულებად იწოდებიან, ეს ხო აი უბრალოდ მათიკაშვილის მხრიდან თუნდაც რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ეს ყველა ხო ერთი და იგივე თავს წარმოადგენს. შესაბამისად ისინი უბრალოდ გამოშიგნულები არიან, ხო? ხედავთ რა თუნდა ამას საუბარი ყოველდღიურად რეჟიმი გადასული არის საკუთარი შვილების ჭამაზე. ამას ხო ყოველდღიურად შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ ჩვენ. ქართული ოცნება არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც არის დღეს. ერთ-ერთი არხის ეთერში გიორგი გახარიას უსმენ, რომელიც ამბობდა ეს დასუსტებას ნიშანი კი არა, პირიქით უფრო კონსოლიდირება ხდება ერთ ხელში და შესაბამისად ეს სულაც არ ნიშნავს დასუსტებასო ის ამბობდა. არავის კომენტარს არ გავაკეთებ. ხო, მაგრამ რამდენად რეალურად ნიშნავს ეს დასუსტება? რეალობა არის ის, რომ ქართული ოცნება არის დღეს ფაქტიურად, აი მართლაც გამოშიგნული, მათ საძირკველი აღარ აქვს. ყოველდღიურად ერთმანეთს იჭერენ, ერთმანეთს, რა ვიცი, თვითმკვლელობამდე მიყავთ. მეტი რა შეიძლება მოხდეს, რასაც გუშინ ვუყურეთ, წინა დღეებში ვუყურეთ, იმის წინა დღეებში ვუყურებ. ხო ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან, გადასულები არიან ერთმანეთის ჭამაზე. აღარ აქვს არავითარი ფუნდამენტი, არიან სრულიად მოშლილები, ერთადერთი დარჩა ის, რომ ქართველი ხალხი დადგეს ერთად და გაიფორმოს ის გამარჯვება, რომელიც ქართველი ხალხის ხელშია, ის გამარჯვება, რომელიც დაიმსახურა ჩვენმა ქვეყანამ და რომელიც არის გარდაუვალი 4 ოქტომბერი იქნება საქართველოს და ერთი თარიღი, ბევრს ამ თარიღზე აქვს პრეტენზია, რომ აი არჩევნების დღეს რატო დაამტყიეთ, ამ დღეს მნიშვნელობას ანიჭებთ, ზოგი ამბობს რატომ მაინც შეიზღუდეთ თქვენთან, თქვენ მაგალითად გიგაბოკერი ამითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ საკუთარ თავს წამზომი ჩაურთესო და რატომ უნდა ჩაურთო საკუთარ თავს წამზომი და რატომ უნდა თქვა დედლაინი, რომ აი დღეს დაიწყება, დღეს დამთავრდება, ანუ რა წამზომი საკუთარ თავს ჩაურთო ქართულმა ოცნებამ. 28 ნოემბრის იქამდე თუ იქნება მაგას გაჯობია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ხედავთ, კიდევ ვიტყვი და განმეორდები, თუ რა მდგომარეობაში არის, როგორ იფიტება, როგორ ინგრევა ქართული ოცნება, მაგრამ 4 ოქტომბერი ეს არის დღე, როდესაც არის ბუნებრივი დედლაინი, როდესაც უნდა დადგეს ქართველი ხალხი ერთად და კიდევ ვიტყვი, მოიპოვოს კუთვნილი გამარჯვება, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი, ეს უნდა იყოს ჩემი, თქვენი, ჩვენი ყველასი და ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის გამარჯვების დღე. ეს იქნება ეროვნული, ეს იქნება ნამდვილი ქართული, აი ესეთი აი რაც აქვს ის სული, რაც ქართულ ხალხშია, ეს იქნება საქართველოს დროშის გამარჯვების დღე და აუცილებლად ეს დღე იქნება ასე. უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირად. ფიზიკურად გამორიცხულია რომ სხვანაირად მოხდეს. არ შეიძლება. იმიტომ რომ ანგრევენ ჩვენ ქვეყანას და ყოველდღიურად ხედავთ რას უშვებიან ქვეყანას, რას უშვებიან ქართულ ხალხს და ეს უკვე უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი არის. გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის გამარჯვება. გამოსავალი არის ქართველი ხალხის გამარჯვება. რაც არის უბრალოდ გარკვეული. ნუ კიდე ერთი ასე პრეტენზია ისაა, რომ არავის არ გაგვიგია წინასწარ რაღაც რევოლუციის თარიღის გამოცხადება, დაანონსებული რევოლუცია არ არსებობს ისინი ამბობენ. ხო, ხელისუფლება ეს თქვენი ოპონენტები ამბობენ. ოპოზიციიდან ხელისუფლება ამბობს, რომ ეს დამხობას რო იძახით, ძალიან შეგვაჩვიეთ სიტყვა და ირაკლი ობახიძე თქვა, რომ აწიფო მკაცრები იქნებთ, ან ფაქტობრივად ყველას დაგიჭერთ, იმიტომ რომ დამხობა რაღაცა მშვიდობიანი არ არსებობს ის ამბობს.
ეს ყველაფერი არის დანაშაული საბოლოო ჯამში. მშვიდობიანი რევოლუცია ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ვარდების რევოლუცია, როდესაც ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის და რასაკვირველია ეს დღე იქნება ასეთი. არც ერთი თმის ღერი არ უნდა ჩამოვარდეს არც ერთ ჩვენ მოქალაქეს. ეს არის არ ვიცი ამაზე მე მგონი ზედმეტი საუბარიც კი არ ღირს. მით უმეტეს ჩემი მხრიდან, რომელიც არ ვიცი, რაც ჩემი თავი მახსოვს, მთელი ცხოვრება ერთადერთი საზრუნავი რაც მაქვს, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, აქ არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს და ასე შემდეგ, ეს დღე იქნება დღე, როდესაც ერთი ღერი თმა არ უნდა ჩამოვარდეს და არ ჩამოვარდება არავის და ეს დღე იქნება საქართველოს გამარჯვების დღე. და ეს აუცილებლად ასე იქნება. ეს იქნება იმ ღირსეული ადამიანების გამარჯვების დღე, რომლებიც მართლაც ასე იმსახურებენ გამარჯვებას. უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს, უნდა დაუბრუნდეს ის. მაგრამ ყველა პოლიტიკური ლიდერი ფაქტობრივად არის ციხეში. უნდა წაუძღოს პროცესი. ან პოლიტიკური თვალსაზრისით ვამბობ. ნუ ხაბეიშვილი, ეხლა დაიჭირეს. სხვების დაჭერილი არიან. აგერ ირაკლი კვაბახიძე ამბობს, რომ აი თვით დაზიანებაზე არიან გადასულებიო და სპეციალურად ჩაჯდა მაგალითად ელენე ხოშტარია ციხეში კვაბახიძე. წავიკითხავ ამ ციტატას. ზოგადად კვაბახიძე ამბობს, ზოგადად თვით დაზიანება პოლიტიკაში ისე როგორც ციხეში მიღებული პრაქტიკაა, მათ შორის შიმშილობისა და სხვადასხვა ფორმით. მათ აირჩიეს თვით დაზიანების ერთ-ერთი ფორმა, რაც არის თვით დაპატიმრება. არავის არ ჰქონდა განზრახული მისი დაპატიმრება. სასამართლომ შეუფარდა გირავ, არა მაინც და მაინც უნდა ციხეში ჩაჯდეს. ასეც არის თვით დაზიანების ერთ-ერთი ფორმა დემოკრატია და შეუძლიათ ეს ფორმაც გამოიყენონ, ამბობს კვაბახიძე. მოდით ამ აბსურდზე ვისაუბრებთ. ეს არის უდიდესი უსამართლობა, რაც თუნდაც ელენეს მიმართ განახორციელეს და ეს უსამართლობა სწორედ უნდა დასრულდეს 4 ოქტომბერს. უნდა დასრულდეს იცი რა მე რა, როდესაც ჩვენ იმდენად ღირსებას, იმდენად უახავენ პოლიციელებს, რომ ისინი იმასაც კი აკადრებენ მათ, რომ კახა კალაძის ბანერის დამცველებად აქციეს. დიახ, პოლიციელებს უნდა დავუბრუნოთ ის ღირსება, აი ის ჩემი შვილი მაგალითად, რომელიც გულანთებულია მათ რომ უყურებს თითოეულ პოლიციელს და მაის ღირსება უნდა დავუბრუნდეთ, რაც ქონდა პატრულს, რაც ქონდა პოლიციას. არ შეიძლება ამ ადამიანებით ასე თამაში. მე რამდენი პოლიციელი ვიცი, ძალიან ბევრი მათგანთან მაქვს კომუნიკაცია, რომლებიც ასე თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ განიცდიან იმ ყველაფერს, რა მდგომარეობაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, როგორ შეიძლება პოლიცია ვაქციოთ ბანერის დამცველად. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა შეიძლება პოლიციელს მიაყენო, ხომ? ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ჩადგეს კალაპოტში. ხო, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად ამისა, სისტემა მაინც მზად არის, რომ ასე ვთქვათ, ხელისუფლებას ემსახუროს. ჩვენ ხედავთ ამას, ხო, ნუ პოლიციას ვამბობ იქნება თუ სხვა იქნება. მოდით რა, ყველას ერთქვაფში. ხაბეიშვილის ხო ეს საუყენეს ბრალად, რომ აი რაღაცა გედედეს თანამშრომლებს თამს თავაზობდა. ეს ხო, მე რა ნათელი მაგალითია და დასტურია იმისა, რომ მათ თავისივე გუნდის წევრების ეშინიათ. მათ ეშინიათ იმ ადამიანების, რომლებიც არ აღმართავენ და აღარ აღმართავენ და აღარ აწევენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხელს და მე მჯერა, რომ ეს ასე იქნება, რომ უმეტესი მათგანი ამას არასოდეს არ იკადრებს და ამას შეიძლება ვინც იკადრა აღარ იკადრებს. და მათ ყველაზე მეტად რატო ჯერათ თუ აქამდე იკადრეს, ახლა რატო აღარ იკადრებენ? მათ ფაქტია ხომ? ფაქტია ხო ისი შეეშინდათ პოლიტიკური განცხადების, როდესაც ხაბეიშვილმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მას იმის შეეშინდათ, რომ ვაიდა ეს ხალხი არ გადასულიყო სწორ მხარეს, ძალიან ბევრი ადამიანი დადგება სწორ მხარეს, ძალიან ბევრი და ამას ვნახავთ ჩვენ 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბერსაც. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველას ნუ მოვხარშავთ ერთ ქვაბში. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი არის თუნდაც აი ამ გედედეს პოლიციის რიგებში, რომლებიც არ აწევენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხელს და მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვიდგებით ყველა იმ ადამიანის გვერდში. თუ ისე არ მოხდა 4 ოქტომბერს, როგორც თქვენ იმედი გაქვთ, მე რა ხდება? ვინ იღებს პასუხისმგებლობას? უნდა მოხდეს. არა, უნდა გავიგე. არ ვუშვებ მე რომ შეიძლება არ უნდა მოხდეს. ქართულმა ხალხმა და საქართველოს უნდა გაიმარჯვოს. იქნება ბევრი ხალხი. აუცილებლად გამარჯვება. მე სულ მეკითხებია რომ აუცილებლად ასე იქნება?
აუცილებლად შესაძლებელია, რომ აუცილებლად იყოს ასე. ამის შესაძლებლობა არსებობს. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ გარეთ იდგება ძალიან ბევრი გულანთებული საქართველოსთვის მებრძოლი ქართველი ადამიანი. და მე ამის ჯერა, რომ ეს ასე იქნება. დადიხართ შეხვედრებზე ალბათ. თქო, თბილისში, რეგიონებშიც. და რა განწყობაა ამ მიმართულებით? განწყობა არის ისეთი, როგორც ალბათ ჯერ არასოდეს არ ყოფილა. აი მე მაგალითად არ მავიწყდება ლევან ხაბეიშვილის დაკავების დღე, როდესაც დამირეკა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რომელმაც ხმა მისცა 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართულ ოცნებას. და დამირეკა თქვენ წარმოიდგინეთ, არც თუ ისე ცოტანი იყვნენ. მაგრამ დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც მითხრა შემდეგი სიტყვები. იმედია 4 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ. და მე იმდენი ადამიანი მხვდება გარშემო ასეთი, ვინც ქართულ ოცნებას ხმა მისცა 2024 წელს და დღეს 4 ოქტომბერს აპირებს გარეთ გამოსვლას, აი ამას ვნახავთ ყველა ერთად. და მე აი ზუსტად ეს პერიოდი მახსოვს, აი დეკემბერი, იანვარის პერიოდი, როდესაც უკვირდათ ხოლმე, რომ აიმე ისიც დავინახე აქციაზე და რა უნდოდა ნეტა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ჯერ სათხარ, აი გაკვირვებას ნახავენ 4 ოქტომბერს. როგორი და რა ხალხი იდგება საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე. გასაგებია, ნახავთ რა მოხდება. მადლობა დიდი გადაცემისთვის. სოფო ჯაფარიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. ასე იყო დღევანდელი გადაცემა. რეზიუმე, ხვალამდე გიმშვიდობებით.